ჩვენ ვიცით რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა ევროპამ რუსეთს უფრო მეტი ფული მისცა ვიდრე უკრაინას. აი ეს არის ფაქტი. ასეთ ხალხთან გვაქვს საუბარი, როცა ჩვენ გველაპარაკებიან ბრიტანეთის ევროკავშირის თუ სხვა ქვეყნების ელჩები, ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა ავაფაროთ სახეზე ეს ციფრები, რომ ევროპა ომის განმავლობაში უფრო მეტი ფული მისცა რუსეთს ვიდრე უკრაინას. აი ეს არის ყველაფრის დასტური, თუ რა ფარისევლობასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ეს ქმედებებიც არის გამოწვეული გამწარებული მდგომარეობისგან, რომელშიც ევროპამ საკუთარი თავის სინამდვილეში თავად ჩაიყენა. უკვე თითქმის 1 წელია, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ფულს არ ხარჯავს ამ ომში და მთლიანად უკრაინის ომი არის აკიდებული ევროპის მხრებზე. მათი ფინანსური ტვირთი არის, მათი გადასახდელია ყველაფერი, ყიდულობენ ამერიკულ იარაღს თუ სხვა იარაღს და იღებენ სესხებს, აზიანებენ საკუთარ მოსახლეობას და ჩაიგდეს საკუთარი თავი აი ამ მდგომარეობაში. და აქედან გამომდინარე არის მე შემდეგ სხვა გადაწყვეტილებები და რაც შეეხება ასე ვთქვათ ვაჭრობებთან დაკავშირებით, ხო, გარდა ამისა მეორე თემა რაც ასევე ეხება ბრიტანეთის ელჩის განსაკუთრებით, მე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით კიდევაც, არის შლის ეს ადამიანი პირდაპირ დადის კაბინეტებში, რომ არ იყიდოთ საწვავი რუსეთიდან, არ ქნათ ეს, რო ეკითხებიან როგორ კი, მაგრამ ბიზნესია, ხო, თავისუფალი ბიზნესია, სადაც არის იაფი და ხარისხიანი, იქ მიდის ბიზნესი. როგორ? არ ვიცი, ხო, მაშინ უნდა დავაწესოთ სანქციები, ხო? არა, ნუ დააწესებთ ისე უთხარით ბიზნესო. ანუ ზეწოლა მოახდინეთ ბიზნესო და ნუ დააწესებთ. ანუ აბსოლუტურად სისულელეებს ლაპარაკობს ეს ადამიანი უკვე ამასთან დაკავშირებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ფაქტია, რომ ჩვენ მოგვიწოდებენ სანქციები დაუწესოთ რუსეთს და ამითი დავაზიანოთ ჩვენი ქვეყანა. და ევროკავშირის ელჩს თავის ძალიან გულწრფელად წამოწდა ის, რომ ჩვენ ვზიანდებითო, ჩვენი ეკონომიკა დაზიანდა ყველაფრითო, რომ სანქციებს უწესებთ რუსეთსო და თქვენო ეკონომიკა წინ მიდისო, ეს როგორ გამოდისო. ანუ როგორ შეიძლება მაგერ დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური გამოგზდის შედეგები, რაც მე მგონი ნელა უნდა დამალვა დავიწყოთ ამ შედეგებით, რომ ყოველდღიურად რო კითხულობენ, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ამას მე მოყვება როგორ თუ ჩვენო ევროკავშირის ელჩმა თქვა, ევროკავშირის ეს მშვიდობის პროექტის ელჩმა თქვა, ჩვენთან რუს ტურისტებს არ უშვებთ და თქვენ უშვებთ და ამაზე ეკონომიკა იზრდებაო. ჩვენო ფრენები ჩავკეთეთ, თქვენთან არის და ეკონომიკა იზრდებაო. ჩვენ ვაჭრობას ზღუდავთო და თქვენო ვაჭრობთო და ეკონომიკა იზრდებაო. რა არის ახლა ბოლოს და ბოლოს ვერ გავიგე. აი მართლა ხო სამარცხვინო არის, ასე ვისზე საუბრობენ, ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპაციის გამოწვევები აქვს, რომელსაც ჯერ კიდე 10 წლეულები აქვს წინ, რომ იმ დონეზე მივიდეს, სადაც ევროკავშირის ქვეყნები არიან და ჩვენ ახლა უნდა თავი ვიზიანოთ იმის გამო, რომ ევროკავშირის ელჩი არ სიამოვნებს, რომ მისი ქვეყნებს ეკონომიკური უკუსვა საკუთარივეს სისულელის გამო, როგორც ისინი იქცევიან და ახლა საქართველოს უნდა ჩაყვეს აი ამ უბსკულს რაზეც საუბრობთ ცივილიზაციურ, ასევე ეკონომიკურ უბსკულისკენ მიაქანებს დღეს ევროკავშირის ბრიუსელი და უნდა ჩაგვითრიონ ამ უბსკულშიც ეკონომიკური სტაგნაციის.